დღეს გახლავთ ესე იგი 9 ივლისი ხუთშაბათი ივლისი ანუ აგვისტოს წინათემ 9 ივლისი ხუთშაბათი 2026 წელი მოკლედ ეს არის ამ ბოსტონის მე მგონი მეორე ვიდეო არ ვიცი წლევანდელი მეორე თუ მესამე ვიდეოა მოკლედ ახლა დავათვალიეროთ რა ხდება მოვისმინოთ თქვენი შენიშვნები გავითვალისწინოთ ის რა წვიმები იყო და რა გარემოებები იყო და საერთოდ ჯამში შევაფასოთ ჩემ ბოსტანში როგორ მიმდინარეობს სიტუაცია აი ეს მეზობლის ზაღლები ტყის ბურღავენ კი არ გაჩერდებიან 5 წუთია ველოდები ის ძაღლს რო ხმა ჩაიგდოს რა არ შანსი არ გაჩერდეს რა ხო და ესე იგი რა ხდება აი ხა კომენტარებში იქნება ესე უნდა გექნა ანუ დაწერეთ მაქსიმალურად ბევრი რეალური გამაკრიტიკებელი კომენტარი იმიტომ რომ საინტერესო ინფორმაციებს ამოვკრიფავ მე იქიდან მაგრამ აქ რო რამე ხელი აკლიაო ვინმე არა თქვას გადავყევით ამ მაგრამ მაინც არა ვარ უკვე ყოფილი და უბრალოდ ხა კიდე გაჩვენებთ ხა გაიცად კიდე ცოტას რაღაცებს შევცვლი იქ რაღაც ხახვების სტაფილოები გავტესტე მაგის ნერვი არა მაქვს მაგებს ხახვებს და სტაფილოებს დავახვევინებ მარწყობს გავამრავლებ პროსტა და ეხლა წავიდეთ ნახოთ რა ხდება ნახოთ რა ხდება ეს ნუში დავრგენ თუ კი თავში რაიმე აზრი მოგივათ რა როგორ უნდა იყოს და რა როგორ არ უნდა იყოს ყველაფერი დააკომენტარეთ იმიტომ რომ შეიძლება საჭირო ინფორმაციები დავიჭირო ეხლა მოგეთ ეხლა აქ რა ხდება აქ ეხლა ძალიან გადაუარა ბალახმა მაგრამ გავანებე თავი ამის ნერვები აღარ მაქვს იქით ჩავთესე ის ამ მწვანილი რა ანუ ჯერ მაინც ტესტირების მდგომარეობაში ვარ ხა ეს მწვანილები ამოვიდა მაგრამ უბრალოდ ფიცრები არ მქონდა ვიდეოებში რო არის აი ესე გაშლილ გაფანტული მინდორ ველად ესე მწვანილი არ გამოდგება ეხლა მე გეტყვით ჩემ აზრს რა თქვენ დანჩენ თქვენ დააკომენტარეთ ვიდეოებში რო არის ჩარჩოები გაკეთებული კარჩე ჯობია იყოს ესე რა 1-2 მეტრა სიგრძეში 1 მეტრა სიგანე 2 მეტრა სიგრძეში ჩარჩო და всё იქ გაქვს მწვანილი ფეხი არ დაგებიჯება ამოვა ბალახი გამარგლა ანუ შეყოფ ხელს გამოგლიჯავ ბალახს და მორჩა დამთავრდა და პესნია და ყველაფერი ეხლა აქ ამ ჩრდილის გამო ეხლა თხილებს აქ მე ვერ გავჩეხავ აი აქ რაღაც თუთები არის დარჩენილი კიდე იმებს მე გადავჭრი მეზობლის ღობეზე არის და იმებს მე გადავჭრი იმაში რა ქვია ზამთარში მეტი მზე რო იყოს მაგრამ მზე ასე თუ ისე არის მოკლედ აი ეგეთ ეს ვარიანტიც არის იმიტომ რომ ესეც გვინდოდა რომ გაგვეტესტა ეს ვიდეოებში და ფოტოებში და იმაში რო არის აი ეს სამკუთხედად რო არის ხო ვიდეოებში ყველაფერი ლამაზად ჩანს რა ეს რაღაცა ფერმერების ვიდეოებში და ადის რა ძალაძალი თავკაჩე და ადის ეს აქ არის კიტრებია 1-2 პომიდორია და მეზობელმა ჩამითესა ეს ისა ნესვი და საზამთროა ეს ნესვი და საზამთრო მაინტერესებს ძალიან რას იზავს რა და მე თუ არაფერს არ იზავს გაისადაც დავახოვინებ ამათაც რა ხო ნახოთ რას იზავს კიტრი ადის რაღაცა ჩამოდის აი აქ ახლა რა ხდება ამას უნდა აშვება ზევით მოიცა ერთ წამს დავაპაუზო აქეთ ის არის რა ქვია მოკლედ აგაც 1-2 კიტრი არის ნახოთ მოგეთ საზამთრო და ის თავისით რას იზავს ოღონ იმის სასუქების გარეშე რა შევიდე რა ხდება აქ გავცელე ბალახი იყო ძირითადად მივაბი ხომ მოკლედ აქეთაც ეს კამა თუ რაღაცა მწვანილებია აი ხა ნახოთ მოდი ცოტა ახლოვდა რა ეს დღეები არ მეცალა თან წვიმდა ეს არის გამხმარი ტოტებია აი ხა შეხედეთ გაჩვენებთ აი ესეთი ტოტები იქით ეხა იქით ნახავთ თქვენ რომ იქით არის პალმებივით გაკრეჭილი რა ეს პომიდორები ანუ აი ესეთი ტოტები სუ ავაჭერი არ ვიცი უნდა ამეჭერ ვიდეოებში ეგრე რომ ააჭერითო იმიტომ რომ მთელი ენერგია მიაქვს ამას და მე ჯერ ესეთი რაშვება იცი რომ ძალიან სიმძიმეს აძლევს ანუ პირდაპირ ვიძახი 5 წელი დამჭირდა რომ აი გამეგო ანუ მე მესმის რომ სიტყვაზე ვიდეოში ნახე და გააკეთე მაგრამ ეს მარტივად არ არის ანუ გათვითცნობიერებულად ანუ რო შეიმეცნო ანუ რომ მიხვდე რაღაცას რო აკეთებ რატო აკეთებ 5 წელი დამჭირდა იმის მისახვედრად რომ ეს ფოთლები ესე საკანცელორიოდანით ამეთალა ხოლმე რა რომ ეს რომ მიმხვდარიყავ იმას რომ ეს არის ასათლელი. Arabs არაკეთებს ეს ახლა ტყუილა ენერგიას იყენებს
მე ხშირად ისე ხდება რომ აი მთავარი ღერი ხომ მიდის თუ რამეს არასწორს ვამბობ დამიკომენტარეთ მართლა მაინტერესებს იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ იმიტომ რომ ეს ღერო უფრო თვითონ ფოთლის ღერო უფრო სქელდება ხოლმე ენერგია რომ მიდის და მთავარი ღერო სუსტდება და მე ვაფშე ჩერდება ზრდაში ამიტომ აი ეს ახლა დავტოვე აქეთაც სპეციალურად რომ მეჩვენებინა იქით რაღაცა საზამთრომს გადმოულია აი ავათალი იქით არის უათლილი რატო აათალეო მე რო არავინ არ მითხრას აი ავათალი ახლა აქ ძალიან ამოვიდა ბალახი ხა აქ მე შემძრომი აღარა ვარ ამის ნერვები არ იმიტომ ახლა არ მეცალა მე მეორე ხან გავითვალისწინოთ რა სიტუაცია გავითვალისწინოთ რომ კლიმატთან დაკავშირებით რომ იყო საშინელი წვიმები ოღონდ მთელ საქართველოში ამ წვიმამ ავნო ყველაფერს მაგრამ აქ მოუხდა იმიტომ რომ აქ ისეთი მიწა რაც მე წვიმებს უფრო უკეთესია ხა მაგათად აჭარაში ერთი წვეთი ჩამოვარდება თუ არა ეგრევე ტბა დგას იმიტომ რომ იქ ნალექია და მიწა წყლით არის გაჟღენთილი იმას წყალი აღარ უნდა აჭარაში სიტყვას და ეგეთ დასავლეთ მხარეში აი ხა დამწიფთ ხა მოუწყვიტოთ აბა ანუ მთელი წელი ვიწვალე აი ამისთვის ან მარტი აი პირველი მარტიდან მოყოლებული ვიწვალე მაგრამ აი შეხედეთ სიდამპლეზე არ შემიწამლავს იმიტომ რომ რო ვიყავ იმის დამავიწყდა სიდამპლის ისა ხო და ხა მე ვფიქრობ ეს ვაფშე ავათალო სხვას არ გადაედოს ამას ავათლი ახლა რა სადა ხარ წამოტრაკული მუფასა მუფაიჩი პიჩ ლილაბაზი ლამაზ ბიჭვა ესეც მოწყვიტოთ ესეც იქ იყოს კაი ხო აზოტი და ისინი სასუქები არ ამაქვს გაკეთებული იმ ადამიანმა არ გინდაო სახლისთვის რადგან არისო არ გინდაო მეცადა სახლისთვის რადგან არისო არ გინდაო და არ უქენე ეხა იქ ინდუსტრიაში საერთოდ ასეთი წარმოების ინდუსტრიაში რასაც უშვებიან ყველაფერი ნიტრატები და ისინი თუ შევიტანე მაშინ ამ ბოსტნას აზრი აღარ აქვს წავალ და ვიყიდი ხო ხვდებით ამიტომ დავუჯერე და არ იმასავქენი რა არ შევიტანე ხა ესენ ძალიან ბევრი შრომა უნდა მართლა რა ო კერძოდ უნდა ფაღონდ როგორ თემა არის იცი უნდა აიყო ადგილზე ახლოს აი ესენი წეღან მოუწყვიტე ხა ეს როგორ არის 1-3 დღე თუ გადაუცდა და პროსტა ფოთლებში ხო არის დამალული თუ ვერ დაინახე ეგრევე გადაბერდება ხოლმე ეს არის როგორ იცი აი ერთ კაცს გეყოფა რა აი ეს ბოსტანი ეხა ეს გაისად მე აქ რაც არის სხვანაირად გადავანაწილებ იმიტომ რომ ხა გაისად მექნება რაოდენობაში 5-ჯერ მეტი ჩითილი პირდაპირ მნიშვნელობით 5-ჯერ მეტი იმიტომ რომ ნახეთ დაშორებები რამხელა მაქვს გაკეთებული ეს დაშორებები გავაკეთე იქიდან გამომდინარე რომ ადრე მე ამხელა დაშორებები ეხლა უკვე აღარ არის საჭირო ადრე მე ანუ ფოთლების გაფურჩხნას რო არ ვაკეთებდი მულჩირებაო ხო მულჩირებას ცოტა ვისწავლე ხო ფოთლების გაფურჩხნას როცა არ ვაკეთებდი ეს ფოთლები გადმოდიოდა აი აქამდე იმის აქამდე კოჩ 1 მეტრაზე გადმოდიოდა პირდაპირ მნიშვნელობით ფოთლები ეხლა უკვე შემიძლია რომ ეს აი ზუსტად ესე მივწიო რა 20 ზუსტად 25 სანტიმეტრით აი 25 სანტიმეტრია დაახლოებით ტყაველა აი 25 სანტიმეტრით მივწევ ამას ჩავაჩოჩებ აქ მაგიდა მიდევს რაღაცები ესენ კიდე მისალაგებელია კიდე გასაწმენდია რაღაც კიდე ისე არ არის მე როგორც მინდა ეს გარდენიადან მოტანილი პამიდვისინია რა ქვია მარწყვებია მოისხადა აი 5 ლარიანი მარწყვები ნახეთ რას აკეთებს თან რო გადმოდის მრავლდება თავისით რა ზოგს მიწა მივაყარე 2 ცალი 5 ლარიანი გარდენიას მარწყვი ვიყიდე 2 ცალი 3 ლარიანი ეს აი ისინი არის 3 ლარიანები აი ეს და ეს არის 3 ლარიანები ეს არის 5 ლარიანები რაღაცა ჯიში რო არის განსაკუთრებული მთელი წელი რო ზამთარშიც რო იმაშვება წიფობსო რა გეუნებით ხალხო მე ეს მოუწყვიტე მე ჩემს ცხოვრებაში ეგეთი გემოები არ გამისინჯავს სასწაული მარწყვია ევროპაში გამისინჯავს მარწყვები ულამაზებსები ძალიან დიდები მაგრამ ვაფშე ვერც მივა ამას კიდე ცალკე ვისწავლი რომ ბევრი და ისეთი მოვიყვანო მარწყვი რომ აი უბრალოდ ყველაფერს თავი გავანებოთ თუ იმდენი მოვიდა რომ ცოტა ჯემი გააკეთო ხო კაი თუ არა და პროსტა აი თითო-თითოც რომ მოწყვიტო და შეჭამო ისეთი გემოები ახახნო რაღაცას ეგზოტიკური გემოები აი სასწაული
აი ეს 5 ლარიანი გარდენიაში 5 ლარად რომ მარწყობს ყიდიან, ეგ იყიდეთ, აი 3 ცალი, 2 ცალიც რო იყიდოთ, მეტი არ გინდათ. რატო იცი, ნახეთ, თვითონ იწყებს გამრავლებას რა. აი შეხედეთ. აი ხომ მოდის, აი ნახე რა საკეთებს გაჩვენოთ. აი ხომ მოდის. აი უკვე არის ღერო თუ რაღაც. ახლა მე ამის პროფესიონალი არა ვარ, მაგრამ ეგრევე ხვდები რომ ვიდეოებში რაც მინახავს, ამას უნდა რომ ფესვი გაიკეთოს. აი აქ ამოუთხრი სიტყვაზე, ეგრე მაქვს იქით გაკეთებული რა. აი იქაც. ამოუთხრი აი აქ სიგრძეზე, ჩავაყოფინებ თავს. აქეთ და აქეთ მივაყრი მიწარს, აქაც ძირში მივაყრი მიწარს და ეს უკვე არის ცალკე ძირი. მე შემიძლია ჩავჭრა, ეხა ესე ნახე უკვე ცალკე ძირებია. 2 ცალი 5 ლარიანიდან ჩათვალეთ. აქ ეხა რამდენი მაქვს? 1 10-15 ძირი უკვე ამან მომცა. ამას ეხა მე ეხა საქმეები მაქვს არამცალე და გავასუფთავებ კიდე. ეს ეხა ჯუნგლები ეს გასუფთავებული რო არ იყოს, ჯუნგლები იქნებოდა. უბრალოდ აი აქეთ ეხა მეზობლის მხარეს ჩამპალია ეს ღობე. ძალიან ცუდად ჩანს რა. ეს უნდა დავშალო და ახლიდან უნდა ავაწყო, ბოძები უნდა გამოვცვალო. და ამიტომ ეხა ცოტა ცუდად ჩანს. იმიტომ რომ ამას შემოდგომაზე გავაკეთებ. ბოძები უნდა ახალი ჩავარსო და ჟესტებს თავიდან მოვაკრავ და ეს ნაგავიც აქ აღარ იქნება რა ეს. ამას მოკლედ წკრივებში, მოკლედ მარწყობთან დაკავშირებით თუ რამეს მირჩევთ, მირჩიათ. აუცილებლად პარკს უყიდი, შავ პარკს უყიდი და აი თავები რო აქ ამოყოფილი რო გვერდზე ეს არ ქონდეს, მაგას გავაკეთებ, იმიტომ რომ აი სუწვალება და ძალიან ტვინის ბურღვა უნდა, აი ეს ბალახები ამოსვლის გვერდიდან და მაგას ეხა გადამრავლების პონჩი დავტოვი და ამას ეხა გადავამრავლებ და ერთ მწკრივს ან რაღაცას მივცემ რა ამ მარწყობს რა. ხო და აი ეხა შეხედეთ, ეს ხახვები ვერ გავიგე რა შვება. ეს თესლია რაღაცნაირად არის, კაროჩე რა. პენსიაში რო გავალ მე მივხვდები ალბათ რა. ხო და მოკლედ აქ წვიმამ ძალიან არგო. ეს ქვევით უნდა მიმეჭრა ფოთლები კიტრებზე, მაგრამ ხამის ნერვი აღარ მაქვს. იმდენი ფოთლე, ერთი ვაგონი ფოთოლი მოვაჭერი ჯერ მარტო პამიდორს. აი მართლა ერთი ვაგონი რა. ხო და აი ხა ნახეთ რა ხდება. უბრალოდ მე აქ ხა ეჭვი მეპარება, აქ ჩხიკვი და კაჭკაჭი დადიან ხოლმე და რაღაცას აფუჭებენ და იმას ხوار მიკეთ. აი აქ არ ვიცი რა ხდება, მოიცა მივახლო. ნაყოფი ამას ექნება. ეს არის ხარიგულა, მოიცა, აი ხარიგულა. ეს ახლა ნაყოფი წამოვა, არ წამოვა, ვერ გავიგე. ხარიგულასთან პირველად და მაქვს შეხება. აი რაც შემეძლო მივაბი, იმიტომ რომ გადაშლილია ხოლმე აქეთ იქით ვარდებივით. ხო და აი რას იზავს, აბა არ ვიცი. აბა გავასწორო ფოკუსი აი. რას იზავს, აბა? ანუ გაიზრდება როდემდე უნდა იზარდოს ესე უსასრულოდ, იმიტომ რომ ეს ფოთლები ავაჭერე, შეხედეთ რამდენი ისა მაქვს მოჭრილი. ამდენი უაზრო ფოთოლი არ შეჭდებოდა. ანუ რა ხდება, ვერ გავიგე, ანუ ამ ყველაფერს რატო ვაკეთებ, იცი? ადამიანს მართლა აპოკალიფსის დროს ტყეში გაქცევა რომ მოგვიწიოს. მართლა ვიძახი, ქალაქში არავინ არაფერს არ გაგიჩერებს. ფერმერობაზე და ვენახის მოყვანაზე თხოვენ ხალხს უკვე იმას რა ქვია, ლიცენზიებს. ნუ ჩვეულებრივ ეს არის სატანისტური გლობალისტების სატანისტური გეგმა, რომ ხალხს არ ქონდეს რაიმე ალტერნატიული პროდუქტის მოყვანის საშუალება რა. რა ლიცენზია ადამიანს ვენახი მოყავს და რა ლიცენზიაზეა ლაპარაკი. ეს ყველაფერი უნდა გაუქმდეს. საერთოდ ეს პრობლემები რო იძახენ მთავრობა კი არ უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს მთავრობასთან ერთად, ხალხის სულისკვეთებით და მთავრობასთან ერთად ამ პრობლემების დაძლევა. როგორც სიტყვაზე გარკვეული ტიპის არასასიამოვნო პროპაგანდები დავძლიეთ ქვეყანაში, უნდა მოხდეს აი ამ შემოსული და თავსმოხვეული, ესე ვთქვათ, რაღაცა კანონურ პროექტების დაძლევა. უნდა გადავაგდოთ ეს კანონ პროექტები. ეს არის საშინელება. იმის მაგივრად ხელი შეუწყო. კი ბატონო, გახსენი კურსები. სიტყვაზე ამდენ რაღაცა კვადრატულში ამდენი ქათამი უნდა ცხოვრობდეს და ცხარი და რა გახსენი უფასო კურსები და მასქენი ასწავლე ხალხს. იმიტომ რომ მე მაგალითად ვიტყვი რომ ნამდვილად აი რაიონებში ძალიან ბევრმა აი გლეხი რო ქვია და ფერმა რო აქვს და რაღაც ძალიან ბევრი რამე არ იცის.
ღორი მყავდა და ვერ გავარკვიე, რა ვიცი, ხალხი მთელი ცხოვრება ღორი ყავს და ის ვერ წაბობობა, ის ვერ გავარკვიე, კაცო, ღორი რომ მოიყვანე გოჭი, მეთქი რამდენი თვისა მაკდება გოჭი. ვრეკავ ნათესავებში ვერაფერს ვერ ვარკვევ. ხალხს ყოველ წელს ღორი ყავს, ანუ ბოტები არიან რა, ანუ ჩვეულებრივი ბოტები არიან, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც 70 წლის ახარ და 70 წელია ღორი ყავს და ის არიცი რამდენი ხნისა მაკდება ღორი. ნუ რაზე მელაპარაკები, ბოტი ხარ ჩვეულებრივი რა, ანუ პროგრამა ხარ რა, ანუ არ არსებობს საერთოდ რა. ანუ ისე ნერვები მეშლება ესეთ რაღაცეებზე. ხო, ანუ ეგეთი ხალხი დასატრენინგებელია, ანუ სასწაული აქვს, ჭკუა, გლეხია, მაგრამ გლეხობა არ იცის ძალიან ბევრმა, ეს არის ფაქტი. აი მე რო არ ვიცი, ვაღიარებ, იმიტომ რომ 5 წელია პამიდურის მოყვანას ვსწავლობ. ეხლა ეს ვიღაცისთვის შეიძლება იდეალური იყოს, იმიტომ რომ სრულად გაუნადგურდა ხალხს სახთამსათის მიწები და რაღაც, მაგრამ ეს პატარა ტერიტორია. ეს იმე ზესტაფონიდან ჩამოვიტანეთ, ჩემაზეან ჩამოიტანა. იქით 4 ცალი იმათ ფოთლები აქვს გაცვენილი, ეს უკეთესად არის, ეს არის მანდარინი. ოხ, შენი მოძვრა ნაყოფი. შემთხვევით ნაყოფი მოძვრა. არა, უშო 1 ცალი დარჩა, მეც აღარ შევეხები. მოკლედ ეს მანდარინია, იყოს რა ვიცი. წესით უნდა მოიწყოს. ხო, აგერ ასხი, აგერ ამ შვენივრად. აი ხა ახლა მოიცახე დავინახე. აი ამას ასხია, ნახეთ რამდენი ასხია. რამდენი? 10 ცალი, 12 ცალი ასხია აგერ ამას. ამასაც ასხია. ხო, ესენი მე მგონი, ესენი არ არის ხარიგულა. ესენი ჩვეულები პამიდურებია. ნახე ბიჭო, ნახე, 2 დღე არ ყოფილა და ამხელა ამბროზიებია ამოსული. ხო და ეთის დამჩამისაბმელი. ხო და რა ვიცი, აჰა, კიდე, აი კიტრები ვაფშე არ აჩანს რა, თუ არ დაადექი თავზე, ისე ვაფშე არ აჩანს, აი. ეხა ეს მე ერთ კვირა 2 დღეში უკვე გიხელა გახდება. ხო, ეს არის ნატურალური თუ გინდა ძმაო, ეს არის ნატურალური. აჰა. წავიღებ ეხა 2 დღე კიტრი მექნება, კი ბატონო. მე კიდე არის ეხა. ანუ ეხა უბრალოდ ჯამში ეგ არის, რომ ნუ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ 3 თვე გაქვს პროდუქცია, ანუ ხილბოსტიმის რა ქვია, კიტრი პამიდორი გაქვს 3 თვე. ივლისის ბოლოდან, აი შუა რიცხვებიდან ვთქვათ, ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ზუსტად 3 თვე გაქვს. ეს არის ძალიან ცოტა. ანუ ზოგადად მალობა ღმერთს უნდა ვთქვათ, მაგრამ ზოგადად ეს არის ძალიან ცოტა, იმიტომ რომ ტყეში თუ წახვალ თავის გადასარჩენად და რაღაცა, მაშინ ძალიან დიდი რაოდენობა უნდა მოიყვანო და დანარჩენი პერიოდი უნდა გქონდეს, ჩაწყობილი ეს წნილებად და იმათ, ხა ტყეში რამ წნილებს ჩააწყობ, ხა აპოკალიფსია ქელეხი კი არ არის და ქორწილი. ანუ აქ მე მაინტერესებს, მართლა მაინტერესებს, რომ სიტყვაზე ადამიანი აბრაგად გაიჭერი ტყეში, დაიწყო ჩიპიზაცია 15 წუთიანი ქალაქები. აი მაინტერესებს, რომ მივდივარ კიტრი და პამიდორი რამდენ ხანს მექნება. გამოდის რომ წელიწადში მექნება 3 თვე, ისიც ყველაზე კარგ პირობებში თებში რა. აი ყველაზე კარგ ვარიანტში რო ვთქვათ ესე ვთქვათ რა. ხო რა ვიცი, აბა დაწერეთ შენიშვნები. ამას ახლა იქითა კვირაში გავმარგლავ, იმიტომ რომ ცოტა ზოგს მიწა აქვს მისაყრელი. ეხლა ამ ცალია კიდე რაღაც საქმეებს დავბივარ. აი ეს ახლა ავაყენე რო იწვიმა, ტალახიანი ახლა მივასხავ წყალს. რაც შეეხება შეწამლას, რაღაცა ვიტამინებზე გამატანს, იმაზე შევწამლე, ბორდოზე შევწამლე, ერთი ახლა ტკიპაზე და იმაზე მყავს კიდე შესაწამლი. იქითა კვირაში, ანუ ხო ერთი რა უნდა ვთქვა, აი ეს ფერი რაც არის, მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი წინსვლა ის ამაქვს, რომ ესეთი იდეალური ფერი, აი ასეთი იდეალური ფერი, ეხლა ეს რა ვიცი, რატომ მომჭირდა ცოტა. თვითონ ფერი რაც არის, ხო? აი ესეთი იდეალურ ფერზე მე არასდროს არ მქონია პამიდორი. ანუ პამიდორი მაქვს დასმული იდეალურ ფერზე. არა აქვს გამხმარი ტოტები, ანუ სულ დედა ქონა ნატირები, სულ. ხან შეყვითრებული ქონა ფოტო, ანუ წელს მაქვს დასმული იდეალურ ფერზე. შეიძლება ითქვას, აიქაც კიტრია კიდე. კიტრიც და პამიდორის იდეალურ ფერზე. ხა ქვევით 1-2 ცალი ღერო ფოთოლი რო უხმება, ეგ არაფერი არ არის, თვითონ იშორებს. მაგრამ აი ეს იდეალურ ფერზე მაქვს დასმული, ანუ ესე არ მქონია მე არასდროს რა. ხო და რაღაცა წინსვლა მაქვს და ნუ ერთი 5 წელი კიდე მინდა რა. 5 წელიწადში უკვე მეცოდინება, უკვე კი ვიცი, მაგრამ მე ვიცი ხა მოყარული დონეზე და აი კიდე 5 წელიწადი მინდა რომ თქვა რომ კარგად ვიცი ისა თქო რა. პამიდურის მოყვანა თქვა, 5 წელიწადში მეცოდინება კარგად.
აქ რაღაცები ხდება, ეს ხარიგულა რას როდის დაისხავს არ ვიცი. აბა კარგად იყავით, წავედი. შემდგომ ვიდეო იქნება აგვისტოში.